Სალოდნელი დემარშის გამო რეჟიმმა ყაველაშვილის პრეზიდენტად დასმის ღონისძიებაზე ელჩები არ დაპატიჟა. ოლიგარქის პარტია ამას საკანონმდებლო ორგანოში ადგილების სიმცირით ხსნის. პარლამენტში პროტესტის პარალელურად ეს შეკრება რეჟიმის იზოლაციის კიდევ ერთი დასტური გახდება და ასევე სახელმწიფოს მიტაცების. ივანიშვილის რჩეულს ტაშს მხოლოდ ოლიგარქის მიერ მართული უწყებების წარმომადგენლები დაუკრავენ. სალმე ლაბაძე მოისმინა შეფასებები ყაველაშვილის ეგრეთ წოდებულ ინაუგურაციაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. არა მხოლოდ ელჩები, არამედ შეიარაღებული ძალებიც კი შესაძლოა ყაველაშვილის პრეზიდენტად დასმის ცერემონიალს არ დაესწრონ. ინფორმაციას ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილი ავრცელებს და არ გამორიცხავს, რომ ამ ეგრეთ წოდებულმა ინაუგურაციამ მთავარი კომპონენტის, ანუ პროცესში ჯარის მონაწილეობის გარეშე ჩაიაროს. რამდენად შესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს, ჩვენ მის გადამოწმებას ამ დრომდე უშედეგოდ ვცდილობთ როგორც პარლამენტის, ასევე თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურებთან. მანამდე კი დარწმუნებით ვიცით, დაზუსტებით ვიცით, რომ ამ ცერემონიალს არ დაესწრებიან ელჩები. სხდომათა დარბაზში მათთვის ადგილი, როგორც პარლამენტის პრეს-სამსახური ამტკიცებს, უბრალოდ ვერ გამოიძებნა და იმის გამო, რომ ამ დარბაზში არ დგას საკმარისი რაოდენობის სკამი, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ დიპლომატიური კორპუსი ყაველაშვილის პრეზიდენტად დასმის ამ ცერემონიალს არ დაასწროს. თუმცა ოპოზიციისთვის ცხადია, რომ საქმე სულ სხვა მიზეზთან გვაქვს და სინამდვილეში ქართულმა ოცნებამ მშვენივრად იცის, რომ მიწვევას არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფოს ელჩი არ მიიღებდა და შესაბამისად იმის გამო, რომ არ მოესმინა ელჩების უარი, მან გადაწყვიტა, რომ თავადვე განეცხადებინა უარი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიწვევაზე. მიზეზი კი ისაა, რომ ამ დრომდე ივანიშვილის არალეგიტიმურ პარლამენტს არალეგიტიმურად არ ცნობს არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ასევე შეერთებული შტატები და შესაბამისად ეს სახელმწიფოები ლეგიტიმურად არ მიიჩნევენ არც ამ არაღიარებული პარლამენტის მიერ პრეზიდენტად გამოცხადებულ მიხეილ ყაველაშვილს. ეს რომ თვითმარქვია ხელისუფლებაა და სიყალბეა ყაველაშვილის სახით, რასაც აკეთებენ და რო ამას არანაირი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან არ აქვს, ეს ყველამ ვიცით, ხო? არეულობა და ქაოსი ვინ მოიტანა ქართულმა ოცნებამ. შესაბამისად, ეხლა ყოველ შემდგომ ღონისძიებას უფრო და უფრო დამალულად ხალხის მიღმა რაღაცა ოთახებში, რაღაცა ვითარებებში ჩაატარებენ და მე ამას დაუძახებენ, რომ ვიღაცა აირჩიეს, ვიღაცის ინაუგურაცია გააკეთეს. იგივე წარმატებით შეუძლიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი სასახლეში შევიდნენ და თქვან, რომ ზებრა არის მინისტრი და პინგვინი არის, რა ვიცი მე, მინისტრის მოადგილე. რა მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის ხელისუფლებას? ეშინია ნებისმიერი დემოკრატიული პროცედურის ამ ქვეყნის ხელისუფლებას ღია სივრცე აღარ ეღირსება, იმიტომ რომ იგი ღია სივრცეში უბრალოდ თავს ვერ გრძნობს კომფორტულად და უსაფრთხოდ. ჯარი არის ის, რისი პრივატიზაცია საბედნიეროდ ბიძინა ივანიშვილს ჯერ ვერ მოუხდენია და ვერც მოახდენს და ამის გამო მისი შიში ამასთან დაკავშირებით სრულიად გასაგებია. რაც შეეხება ინაუგურაციას, ამ თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, ეხლა ეს ინაუგურაცია გინდა ყოფილა, გინდა არა, არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ლეგიტიმურ პრეზიდენტს. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ დიპლომატიური წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იყვნენ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალზე. ეს შეუძლებელია. ხა ამას როგორ მოიტყუება და როგორ რა საფარქვეში გაყიდის ქართული ოცნება, ხა მათ ფანტაზიის საკმაოდ დიდი სივრცე აქვს და ზოგჯერ შეიძლება ადგილების უკმარისობა თქვენ, ზოგჯერ შეიძლება წერილის გაგზავნის დავიწყება და ასე შემდეგ 1000 სისულელე შეიძლება მოიფიქრონ. ფაქტი ის არის, რომ ელჩები არ იქნებიან არა მარტო ფორმალურად კი არა, მუხსა დაჭოქილი რო ეხვეწა კობახიძეს მოსვლა მათთვის, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა გამორიცხულია. ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალი უნდა გაიმართოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. წესის მიხედვით მას შემდეგ, რაც ყაველაშვილი ფიცს წარმოთქვამს, უნდა შესრულდეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ამის შემდეგ კი 7 საზეიმო საარტილერიო ზალპი. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, არ არის გამორიცხული, რომ ამ პროცესში ქართულმა ოცნებამ ჯარი საერთოდ არ ჩართოს. ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმებას, როგორც უკვე გითხარით, ამ დრომდე ვცდილობთ და თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, გამოდის, რომ ელჩების მსგავსად შეიარაღებული ძალებიც არ იქნებიან ამ პროცესის მონაწილეები და შედეგად ჩვენ სხდომათა დარბაზში ყაველაშვილის ამ ეგრეთ წოდებული ინაუგურაციის ცერემონიალზე ვნახავთ მხოლოდ იმ ხმოსნებს, რომლებმაც ყაველაშვილი პრეზიდენტად დაამტკიცეს და ასევე იმ კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებსაც ქართული ოცნება აკონტროლებს.